ვაკეში მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებული სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი საბა ჭიკაიძე შემოგვიეთ და დაგვოცეთ მამასაბა ქრისტიანტკა. ჭეშმარიტად ავსწრებ, მერცმა გაგახაროთ. დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. რატომ უნდა ვეძიოთ ღმერთი? ალბათ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა ყოველი ქრისტიანისთვის. სად უნდა ვეძებოთ ჩვენს თავში, თქვათ როგორ უნდა ვიპოვოთ უფალი, ეს არის ალბათ ის კითხვები, რაც ყველას აინტერესებს, ყველა ქრისტიანს და ამით დავიწყოთ ჩვენი საუბარი. მთავარი პროცესი არის ალბათ, ხო? ნებისმიერი ქრისტიანისთვის უფლის ძიება და უფლის პოვნა. როგორ ხდება ეს და რა პროცესია? კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ძალიან საინტერესო შეკითხვაა. მე ვფიქრობ, რომ ეს ის შეკითხვაა, ისეთი ეგზისტენციური, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა დაუსვას საკუთარ თავს. საერთოდ არა მხოლოდ ქრისტიანმა. ყოველი ადამიანის თავარი არსი სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ ადამიანი ესე ცალკე არსებად არ არის შექმნილი რა. ადამიანი ღმერთთან ერთობაში მოიაზრება იმ თავით. ამიტომ შეუძლებელია ღმერთის გარეშე მისი არსებობა. ინახეთ, დგება რაღაცა მომენტი, როცა ადამიანი მოაზროვნეა, როცა ადამიანი ცდილობს, რომ ჩაუკვირდეს და ჩაუღრმავდეს თავისი ცხოვრების არსს. შეუძლებელია, რომ ის აი ამ ყველაფრამდე არ მივიდეს, რაც ახლა ვსაუბრობთ, რომ შეუძლებელია, რომ ის მარტო არსებობდეს, ხო? ადამიანი შექმნილი არის ღმერთის ხატად. ადამიანისთვის არის შექმნილი ყველაფერი, თუ კი რამე შეექმნა ამ სამყაროში. და როგორც გვირგვინი არის შემდეგ შექმნილი ადამიანი და ინახეთ, ადრეც მიხსენებია და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო. სიტყვა სამოთხეს რამოდენმეერად განმარტავენ, თქვათ, ადამიანები რა და მე მომწონს პირადად და ვემხრობი ესეთ განმარტებას სამთან მეოთხე. ნახეთ, ყოვლადწმინდა სამება, როგორც შემოქმედი ღმერთი და მეოთხე, რომელიც უნდა ყოფილიყო ადამიანი, რომელიც შექმნა ღმერთმა თავის ხატად და თავის მსგავსად და სამოთხე ესე ადგილობრივად რო გავიგოთ და ტერიტორიულად სწორედ ის ალაგის, სწორედ ის სამყარო, სადაც ეს ერთობა უნდა განხორციელებულიყო ღმერთსა და ადამიანს შორის. ანუ ადამიანი ღმერთთან ერთობაში არის მოაზრებული თავიდანვე. ხა ნახეთ რა ხდება. ეს ყველაფერი შემდგომ უკვე ცოდვიდაცემის შემდეგ დაიკარგა, ხო? დაიკარგა ხსოვნა დროთა განმავლობაში ადამიანში ღმერთისა, ის რა არის მისი უმთავრესი აზრი და არსი და დანიშნულება, რომ სწორედ ღმერთთან ერთობაშია. და დაიწყო ადამიანმა აქეთ-იქით ძიება ამ ყველაფრისა. ყოველი ადამიანი, მოდი აი ამას დაუკავშიროთ, იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ პირდაპირ კავშირშია, უშუალო კავშირშია ეს თემა ამასთან. აი თქვენ დასვით შეკითხვა ხო, რატომ უნდა ვეძიოთ ღმერთი, ხო? მე ესე გიპასუხებდით მოკლედ და ვეცადოთ, რომ ეს თემა რაღაცნაირად გავხსნა და გავშალოთ, რომ იმიტომ უნდა ეძიოს ადამიანმა ღმერთი, რომ მიაგნოს თავის ბედნიერებას. და ყოველი ადამიანი ხო მეძებს ამ ბედნიერებას. ნახეთ, შეუძლებელია შენ ღმერთი არ იპოვო, ან ვერ იპოვო და მიაგნო ბედნიერების იმ სისრულეს, რომელიც შენში ღმერთმა ჩადო და რომლისთვისაც ხარ მოწოდებული ამ ქვეყანაზე. აი სწორად თუ ვეძებთ ღმერთს, აი ეს არის კიდევ საინტერესო, როგორ უნდა ვიპოვოთ? დიახ, ხო და როგორ უნდა ვიპოვოთ, აი მანდ მივალთ ახლა ზუსტად რა ვაინახეთ. ყველა ადამიანი გაუცნობიერებლად, აი მოდი ესე პირდაპირ ტოლობის ნიშანს გავაკეთებ მე რა, აი როგორც ყოველი ადამიანი ეძებს ბედნიერებას ამ ქვეყანაზე, ხო? და არავინ არ მითხრას, რომ ეს ასე არ არის. ყველა ეძებს ბედნიერებას, ყველას უნდა ბედნიერი ცხოვრება, ნეტარი ცხოვრება და ასე ის ბერმონაზვნებიც, რომლებიც განდეგილად გადიოდნენ და დღესაც გვაქვს ჩვენ ესეთი შემთხვევები და უდიდეს 8 წლში ავიწროვებდნენ საკუთარ სხეულს და ასე შემდეგ, ხო, ანუ ხორციელად იჭირვებდნენ, ისინიც ბედნიერებას ეძიებდნენ, მინდა გითხრათ. და პოულობდნენ ისინი სწორად ეძიებდნენ ბედნიერებას, აი ზუსტად იქ, სადაც იცოდნენ, რომ არის ჭეშმარიტი ბედნიერება. ანუ მე იმას გავუსვი ხაზი, რომ მატერიალურად ხორციელად ვინც იჭირვებს, ის ადამიანის კი ბედნიერებას ეძებს. ყველა ადამიანი ბედნიერებას ეძებს და ბედნიერების ძიება და ღმერთის ძიება არის ერთი და იგივე. უბრალოდ ეს ბევრმა არ იცის. ბევრი ვერ არქმევს სახელს ამ ბედნიერებას და აი ბედნიერია სწორედ ის ადამიანი,
ვინც იცის, რომ მისი ბედნიერება ღმერთია, მისი ბედნიერება ღმერთთან ერთობაშია. გაიხსენეთ რას ამბობს. უფალი ჩვენი იესო ქრისტე ამ ქვეყანაზე ხორციელად მოსული. მე ვარ გზა და ჭეშმარიტება. მე ვარ ჭეშმარიტება. მე ვარ ცხოვრება, სიცოცხლე. მე ვარ კარი, მე ვარ სინათლე. მიაქციეთ ყურადღება, რაზე გამახვილებინებთ ყურადღებას. მე გასწავლით თქვენ გზას არ ამბობს, მე გასწავლით თქვენ სიცოცხლეს, მე გასწავლით, მე მიგიყვან სიცოცხლე არ ამბობს ეგეთ რამე. მე ვარო ამბობს. ნახეთ, მიაქციეთ ყურადღება. ეს რას ნიშნავს? პირდაპირ გეუბნებ, ანუ თვითონ ამ სიტყვა ბედნიერებას არ ახსენებს უფალი, მაგრამ ჩვენ გოგონება ხო იმისთვის გვაქვს, რომ ცოტა მივხვდეთ ჩვენითაც, ხო? ანუ ფაქტიურად იმ ყველაფრით, რაც უფალმა ჩამოგვითვალა, ეს ეპითეტები, რომელიც საკუთარ თავზე მიიღო მან, ასე ვთქვათ, და მოგვაწოდა ჩვენს, ხო? ამითი ფაქტიურად იმას გვეუბნება, რომ მე ვარ ბედნიერება. ნახეთ, აი პირდაპირ ამას ამბობს უფალი. დიახ, მაგრამ როდესაც არ გვესმის ეს ადამიანებს და ვთქვათ, არის შემთხვევა ხომ, რომ ბედნიერება ადამიანს გონია სულ სხვა რამ. შესაძლებელია მატერიალური კეთილდღეობა გონია ბედნიერება, რაღაც კარიერული წინსვლა, ისეც რა თქმა უნდა არის ნაწილი აი ამ სიხარულის ბედნიერების, მაგრამ ის მთავარი, რაზეც თქვენ საუბრობთ, სხვა სიმაღლეა და სულ სხვა რამე არის, მაგრამ აი ზოგჯერ არის ესეთი შემთხვევა, რომ ჩვენ ვერ ხვდებით ნამდვილი ბედნიერება სად არის და არასწორადაც ვეძებთ და ამიტომაც ვეცდით. ეხლა ჩვენ ზუსტად ამაშია საქმე რა, ჯერ მოდი გამსაზღვროთ. რა არის ნამდვილი ბედნიერება, ხო თქვით უკვე, ხო, რომ აი ნამდვილი ჭეშმარიტი ბედნიერება არის ღმერთთან ერთობაში, იმიტომ რომ ღმერთი თვითონ გეუბნება, რომ მე ვარ შენი ბედნიერება და სხვაგან ნუ ეძებ. მე ვარ. მე მიპოვე, მე აღმომაჩინე შენს გულში, შენს ცხოვრებაში. ჩემთან ერთობაში შემოდი და შენ იპოვე იმ სრულყოფილ ბედნიერებას, ის დანარჩენი პატარ-პატარა სიხარულები, რასაც შენ ეძებ იმაში, რომ თქვა რაღაცა კარგ ახალ ტანსაცმელს რო იყიდი და ბედნიერი რო ხარ ცოტა ხანი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე ეჩვევ იმას უკვე და ის ახალიც უკვე შენთვის ძველი ხდება მეორე დღეს თუ არა, ორი კვირის მერე რა. ამ თქვა ახალ მანქანას შეიძენ, ახალ ბინას შეიძენ, ვიღაცა გემრიელ საჭმელს გაგიკეთებს და შემოგთავაზებს. ეს ყველაფერი არის ხანმოკლე სიხარულები, ამას ბედნიერებასაც ვერ დავარქმევ, იმიტომ რომ ბედნიერება ცოტა დიდი სიტყვაა და არ შეეფერება ამ ყველაფერს, აი ხანმოკლე სიხარულები, რომელიც წამიერია დროებითია, ისეთივე დროებითი, როგორც ეს რაღაცები, რაში ჩვენ ვეძებთ ბედნიერებას, ანუ მატერიალური, ან ქვეყნიური და ემაშია საქმე რა, რომ თუ კი ადამიანი მხოლოდ აი ამ ქვეყნიურ მიწიერ რამეებში ეძებს ღმერთს და ეძებს სიხარულს, ეს არის მისი უბედურება. მოდი პირდაპირ ესე ვთქვათ რა. და აი ჩვენი გადაცემის თემის სათაურს დაუბრუნდეთ, ხო, რომ რატომ უნდა ვეძიოთ ღმერთი? იმიტომ უნდა ვეძიოთ ღმერთი, რომ ვიყოთ ბედნიერები. იმიტომ უნდა ვეძიოთ ღმერთი, რომ ჩვენ ღმერთის მოძიებით, ღმერთის პოვნით ჩვენ სულში ვიპოვით ჩვენს დანიშნულებას ამ ქვეყანაზე. ვიპოვით ჩვენი სულის სიმშვიდეს. ვიპოვით სულიერ სტაბილურობას, სულიერ სიხარულს. ვიპოვით იმას ყველაფერს, რასაც ჩვენ ვეძებთ, რასაც სახელს ვარქმევთ და რასაც ვერ ვარქმევთ. და გაუაზრებლად ვეძებთ ამას ყველაფერს. აი ამას ყველაფერს ერთად ვიპოვით ჩვენ ქრისტეში. ქრისტეა ჩვენი ბედნიერება, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა და გონიერია და ბრძენია ის ადამიანი, ვინც ამას ხედავს, ვინც ამას გრძნობს. ეს ცხოვრება ისე აქვს მოწყობილი ბოროტ ძალას, სამწუხაროდ რომ ჩვენ სულ გვიბნევს ამ ორიენტირებს და სულ აქეთ იქით დაიხეტება ჩვენი გონება და ხან რაში ვეძებთ ჩვენი ცხოვრების დანიშნულებას, ხან რაში, ანუ აი იცით აი რა ზომახვილო ყურადღებას, ეს ჩვენი თემა იმდენად ზოგადი და იმდენად არსობრივია თავისი შინაარსით, რომ აი ძალიან ბევრ რამეს ეხება, რომ აი რატომ უნდა ეძიოს ადამიანმა ღმერთი? აბა რა უნდა ეძიოს ადამიანმა? აი მათ შორის საკუთარი თავის შემეცნების პროცესაც ამაზე საუბრობთ ეხლა თქვენ ერთ და იგივე, ანუ ის რომ ადამიანმა თავისთავი იპოვოს და თავი შეიმეცნოს და აქედან გამომდინარე იპოვოს. და ვინ არის ადამიანი? აი თავის თავს რო იმეცნებს, ვინ არის? ის ხატება. ესე იგი ვის იმეცნებს? უფალს. ამაშია საქმე. ეს ერთი და იგივეა, შენ თუ შენი თავი შეიმეცნე, ესე იგი ღმერთი შეგიმეცნებია. იმიტომ რომ შენ ღმერთის ხატად ხარ დაბადებული ამ ქვეყანაზე. და სწორედ ამას ვამბობ რა, რომ ეს არის უსერიოზულესი და უდიდესი საქმე და დანიშნულება ყოველი ადამიანისა. რა პროფესიისაც არ უნდა იყოს, რა ქვეყანაშიც არ უნდა ცხოვრობდეს, გაჭირვებულია, მდიდარია, დალხენილია, არ არის. არა აქვს ამას მნიშვნელობა. ყველა ადამიანი
უნდა ეძებდეს უფალს, როგორც თავისი ბედნიერების წყაროს, როგორც თავისი სიმშვიდის წყაროს, როგორც თავისი მარადისობის წყაროს, მარადიული სიხარულის. იმიტომ რომ ამის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია ცხოვრება. მე გულწრფელად მეცოდება ყველა ის ადამიანი, ვინც არ იცის, რომ ცხოვრების არსი და აზრი ღმერთის ძიებაში მდგომარეობს და ღმერთთან ერთობაში მდგომარეობს. აი როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ მან უფალი იპოვა? ეს საინტერესო შეკითხვა. იცით, ეს მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ინდივიდუალურია და ყოველ ადამიანს თვითონ გული უკარნახებს ამ მომენტს. მე ვფიქრობ, რომ შეუძლებელია შენ ამაში შეცდე. იცით, როგორი რამ ეს არის ესეთი უდაო ჭეშმარიტება, აი როგორც ღმერთის ხმა რო გესმის, ხომ შეუძლებელია ეს რამე სხვაში შეგეშალოს, არ არსებობს, ხო, ანუ როცა ღმერთი შემოდის შენთან კონტაქტში, შეუძლებელია რომ ის რამე შენ ვინმე შეაგერიოს და შეგეშალოს. თუ ადამიანი ხიბლშია? იცით რა, ხიბლი კიდე ცალკე მომენტია, მაგრამ აი ნახეთ აი რას ამბობ ხოლმე წმინდა მამები, იმ ხიბლში იცოდეთ რომ ეჭვი არსებობს. უბრალოდ ადამიანი თვითონ ცდილობს საკუთარ თავს დააჯეროს, რომ ეს ყველაფერი ასეა, თორე ის თუ გულწრფელი იქნება საკუთარ თავთან, ის ხვდება რომ იქ რაღაცა ისე ვერ არის, როგორც საჭიროა, მაგრამ აი როდესაც ღმერთი გადაწყვეტს რომ ადამიანს დაელაპარაკოს ადამიანთან კონტაქტში შევიდეს, ეს იმდენად ცხადია, იმდენად დიდი სიცხადით მოდის ეს ყველაფერი შენში და ამას ჩვენ თუ გადავავალებთ თვალს, კიდე ძველი აღთქმის მამამთავრებს და მართლებს, რომელთაც ჰქონდათ უფალთან ეს სოციალური კომუნიკაცია და გინდაც ახალი აღთქმის წმინდა მამებს, ხო? ჩვენ დავინახავთ ამას, რომ იმდენად უეჭველია ეს, იმდენად აშკარაა და ცხადია, რომ იქ უბრალოდ ეჭვს ვერ შეიტან. დღესაც აი მე ვაკვირდები ხოლმე, როდესაც ღვთივგაბრძნობილ ადამიანთან გიწევს ურთიერთობა, შეუძლებელია იქ რომ შენ თუ გულწრფელი ადამიანი ხარ, შეუძლებელია რომ ეს არ იგრძნო და ვერ მიხვდე რომ იქ შენ ღმერთი გესაუბრება და გელაპარაკება. წარმოუდგენელია, ამიტომ ამბობ რა, რომ აი რო შემეკითხე რომ რითი უნდა მიხვდეს ადამიანი რომ ღმერთი იპოვა, მე ვფიქრობ რომ ამის უტყუარი დასტური იქნება მისი გულიდან, აუცილებლად გული ეტყვის რომ მას ღმერთი ელაპარაკება და უბრალოდ სხვანაირად ვერც იგრძნობს, ეს იმდენად დიდი სისავსით მოვა ეს შეგრძნება. თუ გამორიცხული იქნება უბრალოდ სხვანაირად, იმიტომ რომ ეს სული წმინდის მოქმედებაა და ის სული, რომელიც შენს გულს აღავსებს, ხო, თვითონ გიკარნახებს და დაგიძახებს რომ ღმერთია და ის გელაპარაკება შენ. და დიახ. ძალიან დაასრულეთ და მე რაღაცას მეც შეგეკითხებით. ხო, და ინახეთ, თვითონ სხვა საკითხია ეს ძიების პროცესი, რამდენად ჯანსაღია, რამდენად სწორია, რამდენად სწორი მიმართულებით ეძებს შენ ღმერთს. ეს სხვა საკითხია, მაგალითად მე ესეთ რამეს ვამბობ ხოლმე რა, რომ თუ კი ადამიანი გულწრფელია ღმერთის ძიების პროცესში, არ არსებობს უბრალოდ შეუძლებელია რომ ის ადრე თუ გვიან ქრისტემდე არ მივიდეს. უფრო მეტსაც ვიტყვი. არა მხოლოდ ქრისტემდე, არამედ ქრისტიანობის მართლმადიდებლობის ჭეშმარიტებამდე არ მივიდეს. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ამის უამრავი მაგალითი, ერთ-ერთი ისეთი ყველაზე ცხადი და თვალსაჩინო მაგალითი არის ბოლო დროის ერთ-ერთი გამორჩეული სულიერი მოღვაწე, რომელიც ამერიკაში მოღვაწეობდა, სერაფიმ როუზ, ადამიანი, რომელიც პროტესტანტულ ოჯახში დაიბადა, გაიზარდა, განათლება მიიღო პროტესტანტული, ანუ მას ღმერთი ყოველთვის უყვარდა ბავშვობიდან, ხადაგებდა კიდევაც ის ამ თემაზე პროტესტანტულად, ოღონდ, მაგრამ იმდენად წრფელი იყო ის ამ ძიებაში, იმდენად ბოლომდე ეძებდა ღმერთს, რომ არ გაჩერდა იქ და ვერც გაჩერდები, გამორიცხულია, შენ თუ გულწრფელი ხარ და მივიდა მართლმადიდებლობის ჭეშმარიტებამდე. მოინათლა მართლმადიდებლურად და მონასტერის დააარსა ამერიკაში მართლმადიდებლური. ანუ აი წარმოუდგენელია, რომ შენ თუ წრფელი ხარ ამ ძიებაში ღმერთამდე არ მიხვიდე, ესე მივიდა წრფელად აბოთფილელი, ესე მივიდა ევსტათი მცხეთელი და უამრავი წმინდანი, რომელიც შეიძლება სულ არ იყვნენ ქრისტიანები, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, შეუძლებელია შენ ქრისტემდე არ. ღმერთი ხო მცოცხალია. ღმერთი ხო ხედავს შენს მეძიებლობას, ღმერთი ხო უყურებს შენს გულს, რომ შენ და გეხმარება. რა თქმა უნდა, როგორი ხარ შენ ახლა ვერ მოიცლი შენთვის ღმერთი და დავიწყდები, რომ ხა შენ მართლა წფელად ეძებ, მეც ეგ ხო შეუძლებელია. შენ ხო ღვთისკენ შენ მიდიხარ ღვთისკენ და ღმერთი ყურადღებას არ მოგაქცევს და ხელს კრავს. პირიქით. წმინდა მამები გვასწავლია, რომ შენ ერთ ნაბიჯს გადადგა ღმერთისაკენ, ის 10 ნაბიჯს დგავს შენსკენ. ღმერთი ელოდება
ელოდება, გაფაციცებული გელოდება, როდის წახვალ მისკენ, როდის მიხვდები, რომ ღმერთია შენი ბედნიერება და მას უნდა ეძიებდი და მისკენ უნდა მიდიოდი. აი ამას ეძებს სულ. უფლის ძიება ეს არის თუ არა მუდმივი პროცესი. აი მაგალითად, ხომ შეიძლება ადამიანმა იფიქროს, რომ მე ღმერთი ვიპოვე, რაღაცნაირად გული დაიმშვიდოს და ეგონოს, რომ ეს, ესე იგი, მას მეტი შრომა, თქვათ, გარჯა საკუთარი შემეცნების თვალსაზრისით, რაღაც 8 წლის თვალსაზრისით აღარ სჭირდება. ჩვენი ცხოვრება ხო სულიერი ბრძოლა არის და ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაიკარგოს უფალთან ეს კავშირი, თუ კი ჩვენ ამას არ მოვინდომებთ, რომ შევინარჩუნოთ, ხომ? და ამისთვის არ ვიყვაწებთ. აი, რამდენად თქვათ საფრთხილო პროცესი არის იმ თვალსაზრისით, რომ აი ეს კავშირი არ დაიკარგოს უფალთან. როდესაც ადამიანი ერთხელ ამას იპოვის. მადლობა ამ შეკითხვისთვის, ნახეთ, აი მოდი გავმიჯნოთ ერთმანეთსა. ღმერთის მოძიება ეს არ არის მარადიული პროცესი. ნახეთ, ღმერთის მოძიება სხვა არის და გავმიჯნოთ ამისაგან ამ გზაზე ღმერთის შემეცნების გზაზე სრულყოფილება. ეს უკვე დაუსრულებელი პროცესია, ნახეთ. მოძიება ერთია და შემეცნება მეორეა. ღმერთის შემეცნება ეს არის მარადიული სიხარულის გარანტი. ნახეთ, აი მარადიული ბედნიერების საიდუმლო, იმიტომ რომ როგორც თავად ღმერთი არის მარადიული, ამოუწურავი და მიუწვდომელი, შესაბამისად ეს პროცესი ღმერთის შემეცნების არის მარადიული და მიუწვდომელი. მაგრამ ღმერთის მოძიება არ გრძელდება მარადიულად. ნახე, ღმერთი შეიძლება იპოვნო. მე ის უბრალოდ შენს გულში უნდა შეინარჩუნო და მას უნდა უერთგულო. ეს სხვა საკითხია, რომ ხლა ადამიანს აქვს უნარი სამწუხაროდ, რომ ამ ერთხელ მოძიებულ ღმერთს უღალატოს, ზურგი აქციოს. ნუ ეხა ეს ძალიან დიდი ტრაგედია, ანუ ადამიანი იმ ტოტს იჭრის, რომელზეც ზის, იმ ფესვებს იჭრის, საიდანაც იკვებება, ის თავის სიცოცხლეზე ამბობს უარს. ის თავის არსებობაზე ამბობს უარს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არსებობა მხოლოდ ღმერთთან ერთად შესაძლებელია. ღმერთის გარეშე არ არსებობა, მოდი დავსვათ ჩვენ შეკითხვა. ღმერთი ხომ ჩვენ ხო ვამბობთ სულიწმინდის ლოცვაში, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ. და ყოველსავე აღავსებ, ხო? ანუ არის რაიმე ამ სამყაროში, რომელსაც ღმერთი არ აღავსებს? არის რამე ადგილი, სადაც ღმერთი არ არის? და ნახე, როდესაც შენ ღმერთზე ამბობ უარს, ამის უნარი მისცა ღმერთმა ადამიანს, იმიტომ რომ თავისუფალინების მქონე ადამიანი. როცა შენ შეგნებულად ღმერთზე ამბობ უარს, შენ ავტომატურად არსებობაზე ამბობ უარს. იმიტომ რომ არსებობა მხოლოდ იმას გააჩნია, რაც ღვთისაგან შეიქმნა. რასაც ღმერთმა არსი მიანიჭა, მხოლოდ ის არსებობს. და როცა შენ ღმერთზე ამბობ უარს, უგუნურად, ხო ეს პირდაპირ ესეა, ხო აი თქვა უგუნურმა გულსა შინათვის არ არის ღმერთი პირდაპირ უწერია დავიცინა, აი პირდაპირ ახლა სხვა როგორ დაარქვას ახლა, ნუ აი სხვა როგორ გითხრას, რომ რა უგუნური უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ღმერთზე უარს ამბობს, ადამიანი, რომელიც ღმერთის არსებობას უარყოფს, ამაზე დიდი უგუნურება არ არსებობს, პირდაპირ უწოდებს ფსალმუნი ამას. უგუნურია ადამიანი, რომელიც ღმერთს ებრძვის, ღმერთს ეწინააღმდეგება, ღმერთის არსებობაში ეჭვი აქვს და უარყოფს. უგუნური ხარ შენ, უგუნური ხარ და ამ შენი უგუნურებით შენს სიცოცხლეზე, შენს არსებობაზე, შენს ბედნიერებაზე, შენს მარადისობაზე შეგნებულად შენ თვითონ ამბობ უარს და უტოლდები ბოროტ ძალას ეშმაკს. და როგორ შეიძლება რომ შენ ღმერთზე უარი თქვა? აი შენ კიდევ ერთხელ ვიტყვი, აღარ არსებობ, იმიტომ რომ არსებობით მხოლოდ ღმერთთან ერთად და ღმერთში არსებობ. უფალი არ ამბობს თავად, მოტეხე ტოტიაბა ხიდან და დააკვირდე მე თუ იარსებებს. ვეღარ იარსებებს. იარსებებს მხოლოდ ცოტა ხანი, სანამ გამოყვება მას ის ხიდან გამოყოლილი სიცოცხლე და როგორც კი ის ამოიწურება ის მარაგი, მაშინ დაასრულებს ის თავის სიცოცხლეს, გახდება დაჭკნება და გადაიქცევა არარაობა და გინდა რომ იცოცხლო, გინდა რომ არადეულად იყო ამ ქვეყანაზე და იმ ქვეყანაზეც და ეს ორივე ქვეყანა შენთვის გაერთიანდეს და მარადიული გახდეს. შეუერთია ამ მარადიულობის წყაროს, რომელმაც შენ დაგბადა სწორედ ამ მარადიულობისთვის, რომ შენ ღმერთთან ერთობაში უნდა იყო და კიდევ ერთხელ ვიტყვი, გონიერია და ბედნიერია ყველა ის ადამიანი, ვინც იცის, რომ მისი ცხოვრების არსი ღმერთია და ღმერთს ეძიებს მთელი თავისი
სულითა და გულით. ცნება გავიხსენოთ, რას ამბობს უფალი. პირველი მცნება რა არის? მე ვარ უფალი ღმერთი შენ. და არა იყვნენ სხვა ღმერთი და დიახ, მე ვარ უფალი ღმერთი შენ. გახსოვდეს, რომ შენი უმთავრესი საფიქრალი, შენი უმთავრესი მიზანი ამ ქვეყნიური ცხოვრებისა ჩემი მოძიება. მე მეძებე, მე ვარ უფალი ღმერთი შენი. მე ვარ შენი ბედნიერების წყარო, მე ვარ შენი სიხარულის წყარო, მე ვარ შენი არსებობის წყარო. მე გაგაჩინე ამ ქვეყანაზე და გაგაჩინე არა როგორც დროებითი არსება, არამედ გაგაჩინე როგორც ჩემი მსგავსი, როგორც ამ სამყაროს მეუფე, როგორც ჩემი მემკვიდრე, როგორც ჩემი შვილი, როგორც ჩემი ძე, ისე დაგბადე მე შენ. თქვენ როგორ იპოვეთ ღმერთი და როდის იპოვეთ? ზოგადად მაგალითებით უფრო მარტივად გვესმის ხოლმე ადამიანებს, როდესაც მაგალითი არის ისეთი ცოცხალი და მარტივია მაშინ მიხვდე რას ნიშნავს უფლის პოვნა საკუთარ თავში. იცით რა, ალბათ პირველი პოვნა ღმერთის არის ის, რომ ადამიანი შეიმეცნებს სიყვარულს. იმიტომ რომ სიყვარულია ღმერთი და სიყვარულშია ღმერთი. ადამიანი რომელიც მოსიყვარულე გარემოში იზრდება და მე გავიზარდე ისეთ გარემოში. იქ სულ ღმერთი ტრიალებს და გაუცნობიერებლად, გაუაზრებლად ადამიანის გულში შემოდის ღმერთი, ოღონდ ადამიანი ამას სახელს ვერ არქმევს. ადამიანი იმეცნებს სიყვარულს, გრძნობს, განიცდის, ხედავს რომ ეს სიყვარული არის მისი ყველაზე ლამაზი გრძნობა, რომელიც მას აღაფრთოვანებს და ყველაზე მეტად აღავსებს სიხარულით, მაგრამ სახელს ვერ არქმევს ის ამას. და ეს სიყვარული სხვადასხვა სახით შემოდის მის ცხოვრებაში, თავიდან შემოდის დედის სიყვარულით, მამის სიყვარულით, იმ თავისი ოჯახური სითბოს და იმ კერის სიყვარულით. მე მაგალითად 7 წლის ვიყავი, როდესაც ეს ქალოჟური სიყვარულიც განუცადა პირველად და იმდენად ძლიერი იყო ეს განცდა ჩემში. ესეთ პატარა ასაკში და იმდენად ძლიერი იყო ეს განცდა ჩემში, რომ მე არ მახსენდება ის როგორც რაღაცა პატარა ბავშვის გრძნობა. მე მახსენდება როგორც სრულყოფილი განცდა და რავი თავისი ღამე არ დაძინებით და მთელი ეთისული 7 წლის ასაკში კი ბატონო და ესეც ნახეთ კი შენ იმ დროს ადამიანს უყურებ და ის ადამიანი გიყვარს და ის ადამიანი გეტრფის, მაგრამ იმ ადამიანს ეტრფი, მაგრამ შენ არ იცი შენი გამოუცდელობის გამო, შენი ბავშვობის გამო, რომ ეს ტრფობა სინამდვილეში ღმერთისადმია, ღმერთს ეკუთვნის და შენ რომ ადამიანს ხედავ, ღმერთის ხატს და ღმერთს ვერ ხედავ, გგონია რომ ის ადამიანია შენი ტრფობის საგანი და ობიექტი, მაგრამ რეალურად ის სიყვარული და ის ტრფობა რა თქმა უნდა ღმერთს ეკუთვნის. და ინახეთ ესე ნელ-ნელა ეს ყველაფერი ჩემში ხდებოდა. და მე ხა რაც იმ 7 წლიდან ეს რაღაცა ტრფობაში ეს იმდენად უზარმაზარი, იმდენად ყოვლის მოცული გრძნობა იყო, იმდენად მოიცვა ჩემი გული, რომ მთელი არსებით ვიგრძენი და თითქოს შიგნიდან მითხრა რა ყველაფერმა, მთელმა ჩემმა არსებამ, რომ ეს ის გრძნობა, რომლისთვისაც ღირს ამ ქვეყანაზე ცხოვრება რა და ოღონდ კიდევ ერთხელ ამბობ რა, ამ დროს შენ გგონია რომ აქ ადამიანშია საქმე. ალბათ ყველაზე წრფელი და სუფთა 7 წლის ბავშვს სხვანაირად არ შეუძლია. რა თქმა უნდა, მაგრამ ნახეთ მე რა ხდება. და მე ესე ცხოვრობდი. მაგრამ შემდეგ უკვე ვიქნებოდი ალბათ მე-9 კლასში დაახლოებით, როდესაც პირველად მოხდა ჩემი შეხება წმინდა სახარებასთან. და წავიკითხე პირველად იოანე ღვთისმეტყველის სახარება. მაშინ მივხვდი რომ თურმე ის ყველაფერი, რასაც მე ვეძებდი და ის შეგრძნებები, რომელიც ჩემში შემოდიოდა, ხო? თურმე სწორედ ქრისტე ყოფილა. პირველი შეგრძნება და პირველი შემეცნება მაშინ იყო და მე იმის შემდეგ ნელ-ნელა მოვედი დღემდე და ეს ყველაფერი უფრო კარგად გავაშინა არსე და გავაცნობიერე. ძალიან დიდი მადლობა მამასაბა, ესეთი საინტერესო საუბრისთვის. არ ვიცი, მე მგონი დრო აღარ მაქვს, მინდოდა მაისში ქორწინებასთან დაკავშირებით მეკითხა და მოკლედ თუ გავცეთ 30 წამი გვაქვს. ხვალიდან იწყება მაისის თვე, ძალიან კარგი თვე არის ქორწილებისთვის. მე მინდა უთხრა ყველას, რომ არაჩვეულებრივი თვე არის და არ დაუჯერონ და არ აყვენ იმ რაღაცა უაზრო სრულწმენებს. დიდი მადლობა. ვაკეში მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებული სახელობის ტაძრის ღვთისმსახური დეკანოზი საბა ჭიკაიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.